გორის რაიონის სოფელ ზემონიქოზში 2010 წლიდან წმინდა ალექსანდრე ოქროპირის სახელობის ხელოვნების სკოლა ფუნქციონირებს. ცენტრი ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას ინიციატივითა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით შეიქმნა. ნიქოზელ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ შეისწავლონ სხვადასხვა ხელსაქმე, დაესწრონ უცხო ენების გაკვეთილებს. მოზარდები ჩრდილების თეატრისთვის ფიგურების შექმნას სწავლობენ და ანიმაციურ ფილმებს ამზადებენ. ხელოვნების დარგებზე მიდის დატვირთვა, ეხლა ამ წუთასაც ჩრდილების თეატრი ძალიან ისეთი პოპულარული გახდა, ხშირად გვიწვევენ უკვე ფესტივალებზეც ვიღებთ მონაწილეობას, გორში გენეთლიის საშობაო ფესტივალზე უკვე 3 წელია ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენი საკუთარი ანიმაციური ფილმიც კი ვაჩვენეთ. ზემონიქოზის ხელოვნების სკოლაში 17 პედაგოგი მუშაობს. ისინი სპეციალურად თბილისიდან ჩამოდიან და ნიქოზელი ბავშვებისთვის გაკვეთილებს ატარებენ. მათ შორის ერთ-ერთი ვაძიმ შუბითიძეა, რომელიც ჩრდილების თეატრის მსახიობია. ის ბავშვებს ხელის პლასტიკის დახვეწაში ეხმარება და მინიატურების შექმნას ასწავლის. ძალიან შრომატევადია და ძალიან ისეთი არაიული საკეთებელია, როგორც ყველა საქმე. რა ვიცი, რაღაცები გავაკეთეთ, ჯერ რადგან ძალიან ძნელი აქვს პატარა 3 წუთიანი, 4 წუთიანი მინიატურის გაკეთებას, თითქმის 1 და 2 თვე უნდება. ალექსანდრე ოქროპირის სახელობის ცენტრში 100 ბავშვია რეგისტრირებული. მათგან 30 ჩრდილების თეატრის ჯგუფში ირიცხება. მოსწავლეები რეპეტიციებს ყოველდღიურად ესწრებიან და სხვადასხვა ანიმაციურ ფილმებსა და მინიატურებს ქმნიან. მარიამ ლომსაძე ფიგურებს უკვე პედაგოგისგან დამოუკიდებლად აკეთებს. მე ჩრდილების თეატრში უკვე მე-3 წელია დავდივარ. აქ საერთოდ ფიგურებსაც ვაკეთებთ და ფონოგრამასთან ერთად. მე გავაკეთე ჩემი ფიგურა, მოვიკონე, რომელსაც ვაკეთებ. ეხლა ფოფი. როდესაც მოვედი ანიმაციაზე, დამაინტერესდა ასევე ჩრდილები და ჩამოვედი გადავწყვიტე ჩრდილებზეც რომ მევლო. ასევე ანიმაციაზე ვაკეთებთ სხვადასხვა ფილმებს, ანიმაციურ ფილმებს, რომლებიც გაგვაქვს სხვადასხვა გამოფენებზე და იქ ვაჩვენებთ ხალხს. ჩრდილების თეატრი საქართველოში მსახიობმა გელა კანდელაკმა შექმნა. ნიქოზელი ბავშვების ნამუშევრებმა მოწონება საქართველოს არაერთ ფესტივალზე დაიმსახურა. ისინი ახალ ანიმაციას მომავალი წლის გენეთლიის ფესტივალისთვის შექმნიან.